მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება ნახევარი წლის შემდეგ. დღეს ამ პოზიციანი გაშლა გვაქვს, თქვენს წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ, დააპაუზეთ ვიდეო და მზად რომ იქნებით, შემდეგ განაგზად ყურება. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ყველაზე არ იქნება რა თქმა უნდა რეზონირებული, ინტუიცია, შინაგანი ხმა გიკანახებთ, არის თუ არა ეს გაშლა თქვენთვის. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მესენჯერში დამიკავშირდეთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც და ჩაწერილ ვიდეოებს უყურეთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოისმენთ და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის არის ის საიტზე განთავსებული. ახლა კი დავიწყოთ და ვნახოთ პირველი პოზიცია, ვინც აირჩიეთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გავიგოთ, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება ნახევარი წლის შემდეგ. გავხსნათ კარტები. სხვათა შორის ჩემოპირველებო, ნახევარი წლის შემდეგ შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს, რადგან მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ან გეგმოთ უკვე საზღვარგარეთ წასვლას, სამსახურის მოძიებას, ქალაქის შეცვლას, ქვეყნის შეცვლას, უფრო მეტად თქვენს პოზიციაზე რეზონირდება ქვეყნის დატოვება, მაგრამ მცირე აუდიტორიის შემთხვევაში შეიძლება იყოს საცხოვრებელი ფართის გამოცვლა. მოგზაურობის საკითხებით საკმაოდ დღის წესრიგში გექნებათ ნახევარი წლის შემდეგ, შეიძლება ძალიან ბევრი სამოგზაურო თემა დაგიგროვდეთ და რომ მოიხედოთ უკან, მიხვდეთ, რომ ამ მცირე პერიოდში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ქალაქის თუ შენობის თუ ნაგებობის მონახულება შეძელით, რაღაც თქვენი გეგმები შეასრულეთ, ასევე არის სანაცვლო წრის გაფართოება, მნიშვნელოვანი სიახლეები გექნებათ ამ საკითხშიც. მნიშვნელოვანი სიახლეების კასკადი ნამდვილად გააქვთ, ხო? კიდევ მოდის თქვენს გაშლაზე გასაღები. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძალიან კარგი ესეთი ფრაზა შემხვდა, რომ ხანდახან ძველი გასაღებები ახალ კარებს არ ხსნისა და თქვენს პოზიციაზე ძალიან შეეფერება ეს გამოთქმა, რადგან ახალი გასაღებები მოდის თქვენთან, ახალი ჰობი, ახალი ადამიანები, ახალი ქალაქი, თითქოს ყველაფერს თავიდან დაიწყებთ და ამას ტკივნეულად ან რაღაც ის დრამის ფონზე არ აკეთებთ, პირიქით თქვენი პიროვნული განვითარების ფონზე აკეთებთ ამას, მნიშვნელოვან სიახლეებს კარს უხებთ, ახალი შენაძენი შეიძლება გააკეთოთ, ან მიზნად დაისახოთ, რომ რაღაც გამოცვალოთ, ეს შეიძლება მანქანის გამოცვლა იყოს, მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, შენაძენი იყოს. სხვათა შორის აქ მოდის თქვენივე, ანუ ერთნაირად რომ აზროვნებენ ადამიანები ისეთი ხალხის გაცნობა, თანამოაზრეების შემატება გაქვთ, შეიძლება მოგზაურთა ჯგუფს შეუერთდეთ, ან რაღაც ისეთ ადამიანებს გაეცნოთ, სადაც ერთი ჰობი გაქვთ, ერთი მისწრაფებები გაქვთ, ერთ ტალღაზე ხართ და ბევრი თავგადასავალი ერთად დაგეგმოთ. აქ მოდის კიდევ მნიშვნელოვანი ესეთი გამაფრთხილებელი კარტი, აქ შეიძლება თქვენს აი ამ თავგადასავლებით სავსე პერიოდში მნიშვნელოვანი როლი დაიკავოს პიროვნებამ, რომლის ზოდიაქოც იყოს მერწყული, რადგან რაღაც მერწყულის ზეგავლენა, მერწყულის თქვენს ცხოვრებაში შემოსვლა თუ მერწყულთან ერთად რაღაც გეგმების დალაგება გიჩანთ. ეს რადგან საჯარო გაშლაა, შეიძლება ჰაერისტიკიებზე კონცენტრირდეთ ამ 6 თვის მომენტში, უკეთ გავუგოთ ან თანამოაზრეები ამ ასე ვთქვათ, სტიქიაში აძაბოთ, მაგრამ კონკრეტულად მოდის თქვენთან მერწყული და ამას
მიაქციათ ყურადღება. პირად ურთიერთობას რაც შეეხება, პირად ურთიერთობაში თუ ახლა არ ხართ, გაიცნობთ ამ ადამიანს, ვისთანაც ფლირტი გექნებათ და საკმაოდ ისეთი ენერგეტიკულად კარგად შეეწყობით ერთმანეთს, საზღვარგარეთ ჩანს ამ პიროვნების ნაცნობობაც, ან შორეული ქალაქიდან შეიძლება იყოს და თუ თქვენ მაგალითად არ წახვედით არსად, მაგრამ ასე ვთქვათ სიახლეები იმ კუთხით დაგეგმეთ, რომ ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეთ, ან რაღაც სიახლეების ზემნა დაიწყეთ, ან ახალი ხობი გაიჩინეთ, შეიძლება ეს ადამიანი პირიქით თქვენს ქალაქში იყოს ჩამოსული სხვა ქვეყნიდან და ეს ნაცნობობა, დისტანციური ნაცნობობა გელით, ანუ ადამიანთან იწყებთ კომუნიკაციას, რომელიც იქნება თქვენგან დისტანციაზე, მაგრამ ნაცნობობა უშუალოდ მოხდება პირისპირ და საკმაოდ ისეთი პირველივე დანახვისთანავე თქვენ შორის წავა ფლირტი, მეგობრობით, არანაირი მეგობრობით არ იწყება ეს ურთიერთობა. და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ აი აქ გაქვთ ძალიან ბევრი გზები. როგორც ცხოვრებისეული გზების არჩევა, კარიერის შეცვლა, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წასვლა, შეიძლება თუ გაქვთ ესეთი ოცნება, რომ ხართ ხელოვანი ან ცნობილი, გინდათ გახდეთ, ან რაღაც თქვენს წრეში გახდეთ უფრო მეტად ცნობილი დაფასებული, აი ამ ყველაფრის პერსპექტივები გიჩანთ, საკმაოდ ნაყოფიერი, პროდუქტიული, თავგადასავლებით სავსე, ემოციებით დატვირთული მომენტები გექნებათ ამ დროის მონაკვეთში უკვე დაგროვილი. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ და გადავინაცვლოთ ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე. მეორეებო მოგესალმებით და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება ნახევარი წლის შემდეგ. გავხსნათ კარტები. ვისთვისაც აქტუალური არის ამ წუთას ისეთი სიტუაცია გაქვთ, რომ შეიძლება მიიღოთ ვინმესგან, თქვენი ნათესავისგან, ან მშობლებისგან რაღაც თქვენი წილი, თანხავს გულისხმობ ამაში, ან ანდერძით გერგოთ რამე, ან სიტყვიერად შეიძლება თქვენმა უფროსმა თაობამ რაღაც მნიშვნელოვანი საჩუქარი, საგვარეულო საჩუქარი მოგცეთ. რადგან ნახევარი წლის შემდეგ თითქოს თქვენ გექნებათ საკუთარი სახლი, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენი დანაზოგით, თქვენი ასე ვთქვათ, ფინანსებით ნაკიდი არ არის. აი უფრო რაღაცა მემკვიდრეობით მერგო, ან ვიღაც ახლობელმა ნათესავმა, ვთქვათ, დამითმო რაღაც ფართი, რაღაცის სანაცვლოდ შეიძლება ესეც იყოს, ან გაცვლა შეიძლება მოხდეს, მაგრამ თქვენ რჩებით მოგებული ამ საკითხში, თქვენ ძალიან კმაყოფილს გხედავთ, მარტივად მიღწეული სიტუაცია არის. აი შეიძლება არც კი ფიქრობთ ახლა, რომ ესე მარტივად თქვენს ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა შედგეს, რასაც ქვია საკუთარი სახლის შეძენა და უცებ ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, სადაც საჩუქარივით, აი თითქოს ესეთი რაღაც მოდის, რომ საჩუქარივით, აი რაღაც მარტივად თქვენს თავს მოხდება ისეთი სიტუაცია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებთ და თქვენ გექნებათ საკუთარი სახლი. ფინანსური სტაბილურობა მოდის თქვენს ცხოვრებაში ნახევარი წლის შემდეგ საკმაოდ წინ წამოიწევით. საკუთარი თანხის გამომუშავებაც არის, ოჯახის წევრების წარმატებაც არის, ოჯახის წევრებიდან დაწყებული ვისთანაც კონტაქტობთ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაქვთ, ან ერთად ცხოვრობთ, თითქოს ნებისმიერი თითოეული პიროვნება ცალ-ცალკე და შემდგომ უკვე ერთიანად დიდ მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნით და აი რაღაც მიზანი თუ გაქვთ, საერთო ბიზნესის წამოწყება იქნება ეს, თუ ერთმანეთში გვერდში დგომა იქნება ეს, თუ რაღაც საჩუქრების გაცვლა იქნება ეს, თუ უძურად ღირებული, თქვათ რაღაც მნიშვნელოვანი საჩუქრების გაცვლაც არის. აი რაღაცა იცით როგორი სიტუაცია მოდის თქვენს ცხოვრებაში, რომ ახლა თუ გაქვთ ფინანსური კრიზისი, თითქოს ღამე იცვლება დღით, აი რადიკალურად სხვანაირ სიტუაციაში აღმოჩნდებით და ისეთი ნივთების თუ ისეთი საჩუქრების ყიდვის საშუალებას მისცემთ თავს, რომელიც ახლა დღევანდელ ცხოვრებაში თქვენთვის არის ფუფუნების საგანი. მოდის თქვენს ცხოვრებაში ასევე პირად ურთიერთობაში რომანტიკული კავშირი. ოღონდ აქ ცოტათი ფრთხილად იყავით, თუ ამ წუთას ეძებთ ისეთ ურთიერთობებს, სადაც უკვე გინდათ ოჯახი,
შვილი, სადაც უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობა, უკვე საბოლოო პარტნიორს თუ ეძებთ ესეთი სიტყვას გამოვიყენებ, თუ ეძებთ საბოლოო პარტნიორს, აქ მოდის უფრო მარტივი რომანი თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ძიებაში ხართ, საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება, იმიტომ რომ ამ პიროვნებასთან საკმაოდ კარგ დროს გაატარებთ, უბრალოდ თქვენი პარტნიორი შეიძლება იყოს მიდრეკილი პასუხისმგებლობების ასხვლეტის კენ, ანუ დიდად ესეთი მზადყოფნა არ გქონდეს, რომ რაღაცა სტატუსში შემოვიდეს ან ურთიერთობაში ბოლომდე გამოყვეთ, მაგრამ თქვენთან ყოფნას ძალიან დიდ დროს დაახარჯებს, უბრალოდ აი რაღაცები შეაშინებს. ანუ ვართ ერთად, ყველგან ერთად დავდივართ, გვაქვს რომანტიკული ურთიერთობა, გვაქვს ფიზიკური ურთიერთობა, ყველანაირად ვავსებთ ერთმანეთს, მაგრამ ამ წელს ახლა არ მომთხოვა კონკრეტიკა, არ მომთხოვა ოჯახის წევრების გაცნობა და ასე შემდეგ. აი ესეთი სიტუაცია მოდის რომანტიკულ კავშირში თქვენთან, თქვენი გადასაწყვეტი არის აბსოლუტურად ესეთ პარტნიორს მიიღებთ თუ არ მიიღებთ, უბრალოდ გაფრთხილება მოდის, რომ აი ამ დროის მანძილზე ესეთი პიროვნების შემოსვლა და მოზიდვა მოდის თქვენს ურთიერთობაში და ვისაც ეს არ გსურთ და პირდაპირ უკვე სერიოზული საბოლოო ურთიერთობის მზადყოფნაში ხართ, შეგიძლიათ თავიდანვე დასვათ ეს საკითხი და გაფილტროთ თუ აზრთა სხვაობა გქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთმანეთთან ღრმა კავშირში აღარ შეხვიდეთ. მოდის ასევე თქვენს ამ დროის მონაკვეთზე თქვენს ცხოვრებაში მშვილდოსანი პიროვნების გაცნობის დღის წესრიგი, შეიძლება ეს პიროვნება, რომელზეც ახლა ვისაუბრე, ვისთანაც გქონდეთ ესეთი რომანტიკული გადაკვეთა, იყოს ზოდიაქოთი მშვილდოსანი, რადგან უშუალოდ რომანტიკული ხაზით მოდის აქ თქვენთან ეს პიროვნება. და რადგან საჯარო გაშლა არის, შეიძლება მიაქციოთ ყურადღება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, მაგრამ კონკრეტულად უფრო მშვილდოსანზე მიგვანიშნებს კარტი. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, მე დაგემშვიდობებით და გადავალ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით, ჩემოცური ფასო მესამეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება 9 წლის შემდეგ. პირველ რიგში გავხსნათ კარტები. თქვენ შემთხვევაში საკმაოდ რომანტიული და საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის პირდაპირ თქვენს პირად ცხოვრებაში. ჩემო მესამეებო, ფაქტიურად აქ შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულ მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს თქვენი პირადი ცხოვრება. ეს არის რადიკალური ცვლილება. თუ ახლა ხართ მარტო, არავინ არ გყავთ, შემოდის თქვენს ცხოვრებაში ესეთი ადამიანი, რომელთანაც 9 წლის შემდეგ უკვე იქნებით ან დანიშნული, ან უკვე თანაცხოვრებაში, ან ქორწინებაში, რადგან აქ მოდის უკვე სერიოზული ურთიერთობა. თუ ახლა ურთიერთობაში ხართ, აქ მოდის თქვენს პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციაში ახლა ხართ მარტო, არ ხართ მარტო, პარტნიორი გყავთ თუ გაურკვეველ ვითარებაში ხართ 9 წლის შემდეგ, ბევრი თქვენთაგან იქნებით უკვე ან დაოჯახებული, ან უკვე სერიოზული ურთიერთობის საწყისში, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანთ თანაცხოვრებამდე და სერიოზულ ურთიერთობამდე, რადგან აქ მოდის ადამიანი, რომელიც უკვე ნახეთ როგორ არის სიყვარულით ახსავსი არის, უკვე თქვენთან იქნება ჩამოყალიბებულ ენერგიაში, სათადარიგო ვარიანტების გარეშე, პირდაპირ ესეთი ჩამოყალიბებული, გააზრებული ადამიანი არის, კიდევ აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს პიროვნება არის ან თქვენზე ცოტათი პატარა, ან თქვენ ხელა, შეიძლება ახლა ამ წუთას თქვენთვის ეს რაღაც დიდად მისაღები არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამ მისაღებია ეს ასაკი არ არის მისაღები, აქცევთ ამას ყურადღებას თუ არ აქცევთ ყურადღებას, აი ესეთი ინფორმაცია მოდის, რომ შეიძლება თქვენი შეხედულებები, თქვენი სტერეოტიპები აბსოლუტურად დაინგრას, ისეთი ადამიანი შემოვიდეს და თქვენც ვერ მიხვდეთ როგორ მალე და როგორ მნიშვნელოვნად და როგორ კარგად აეწყო ეს ურთიერთობა და რა მალე
განვითარდა და როგორი არის ჯანსაღი ურთიერთობა. ნებისმიერი ტოქსიკური, ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება გაოცდეთ, რომ აი თურმე ჯანსაღი ურთიერთობა როგორ გამოიყურება. პიროვნება არის საკმაოდ ლამაზი, მიმზიდველი, საშუალო სიმაღლეზე შეიძლება უფრო მაღალიც ჩავთვალოთ, ან საშუალო სიმაღლის დაბალი ტანის ადამიანი აქ არ არის, უფრო არის მუქი, შავგვრემანი და შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ამ პიროვნებას ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი, საკუთარი საქმიანობა და მომავალში თქვენს რაღაც პირადი საქმიანობისკენ გიბიძგოთ. ანუ რაღაც მასთან ურთიერთობაში რომ შეხვალთ და დაქორწინდებით ეს ადამიანი იზრუნებს თქვენს კარიერაზე ასევე, სადაც შემოგთავაზებთ რომ რაღაც თავისი ბიზნესი თუ ან თქვენ თუ სურვილი გაქვთ რომ ან პირობითად ვამბობ სილამაზის სალონი გქონდეთ, რაღაც პატარა კაფე გქონდეთ თუ აი რაღაც სურვილი თუ გექნებათ, აი ამ ყველაფერში დაგეხმარებათ, რადგან თქვენც იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი შემდგარი ადამიანი. ამ პიროვნებას სხვათა შორის მოსწონს თუ თქვენ ატარებთ აი ასეთ ჩაცმულობას, სადაც თქვენი, ასე ვთქვათ, ფეხი იქნება შიშველი და ასე ვთქვათ, მისაქცევი ყურადღებას მიიპყრობს თქვენი ფეხები. შეიძლება კომპლიმენტები ზუსტად აი ამ ჭრილში წამოვიდეს, რომ თქვენ სტანზე აქცენტი ჰქონდეს, რომ ხარ ძალიან ლამაზი. შეიძლება თქვენ ახლა ვინც მიყურებთ, ზოგიერთ თქვენგანი მოცეკვავეც იყოს, ან რაღაც სპეციფიურ ფორმას ატარებდეთ, უნიფორმას და აი ამ ფორმაში ძალიან მოეწონებით ამ პიროვნებას. ყოველ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში ესეთი სიტუაცია მოდის, 9 წლის შემდეგ თქვენი ცხოვრება, თქვენი პირადი ცხოვრება იცვლება, დანარჩენი საკითხები შემდგომ უკვე დაალაგდება, მით უმეტეს საკუთარ საქმიანობაშიც უკვე ცვლილებები მოდის ქორწინებიდან გამომდინარე, ან ურთიერთობიდან გამომდინარე და აქ მოდის კიდევ ესეთი მნიშვნელოვანი არკანი, რომელიც მიგვანიშნებს მორიელზე. შეიძლება ეს პიროვნება იყოს წყლის სტიქიის წარმომადგენელი, თევზები, მორიელი ან კირჩხიბი, მაგრამ აქცენტი მაინც მოდის მორიელზე, ხომ? რადგან საჯარო გაშლა არის, შეიძლება მივაქციოთ ყურადღებას სტიქია წყალსაც. ну მორიელის ენერგეტიკიდან გამომდინარე ეს პიროვნება იქნება საკმაოდ ხნებიანი, საკმაოდ მესაკუთრე, საკმაოდ ერთგული, სხვათა შორის აი აქ შეიძლება ბევრმა შემეტაოთ და მე სხვა გამოცდილება მაქვს მორიელთან არ იყო ერთგული და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ძალიან ჩამოყალიბებული პიროვნება არის, უკვე მზად არის სიყვარულისთვის, სად არის რომ დაგინახათ და პასუხისგებლობა აიღო, თქვა რომ მიყვარხარ და ეს სიტყვა გრძნობით არის ნათქვამი და უკვე აქ ზოდიაქოს ასე ვთქვათ, შაუბნელ მხარეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანს უყვარხართ, უკვე აქ გადაწყვეტილი არის, რომ მას უყვარხართ და იქ ნახეთ როგორ მშვენიერი არკანები მოდის. გადასარავი ფიზიკურად თქვენთვის მისაღები არის ეს ადამიანი იქნება ძალიან ლამაზი. შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა რაღაც კომპლექსიც აიკიდოთ, რომ აი მე მჯობია ეს გაიფიქროთ. რაღაც პირველივე დანახვისთანავე, მაგრამ რა თქმა უნდა ფიზიკურობაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვან როლს, ну რა თქმა უნდა რაღაც პროცენტით იკავებს, მაგრამ იმდენად ჰარმონიაში იქნებით, რომ აი ეს კომპლექსი უნდა დაძლიოთ, რომ თქვათ გჯობიათ ან ასაკით პატარა არის და რაღაცა თქვენი თავი ამ კუთხით არ დაჩაგროთ, რადგან ამ ადამიანს ისეთი მოწონხართ, ისეთი უყვარხართ, ისეთი ასე ვთქვათ, ხართ მისაღები, როგორიც ხართ და თქვენივე თავი არ დაიკომპლექსოთ, ამის თქმას ვცდილობ. დაგამშვიდობებით მე წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.